შეურაცხყოფა აქვს კიდე მეორეჯერ მიყედებული როგორც მიაყენა მედიას, ახაც დაძაბა სიტუაცია და საუბარია დიალოგია მინოსსა და პასიფაის შორის და აი სწორედ ის რომ ხარის კულტი შემოდის და ის ყველაფერი რაც ვიცი ჩვენ ბერძნული მითები და ყველაფერი ევრიპიდეს მოგონილი ევრიპიდესგან წამოიღო ეს მითები ხალხმა მოიცა რას ცხოვრობს იმასთან პირველი საუბარი ანუ პირველი წყარო ასე ვთქვათ პირველი ყველაზე ძველი წყარო პასიფაეს ამ ინფორმაციის ამ ხარის კულტთან დაკავშირებით ევრიპიდეს ჩანაწერებით არის დადასტურებულია ხო დადასტურებულია და რას საუბრობენ ერთმანეთში ეჭვიანობს ქმარი იმაზე ხარზე იმ ტექსტს მე აქ ვერ გიამბობთ ახლა საზოგადოებისთვის არის ხოჭი რა მინოტავრო და ის არის ის ხო როგორ იცის მიტები იცის სწორედ ამაზეა ლაპარაკი რომ მინოსი ეუნება რაკენი ეს რაკენი და ეს საუბარია ახლა ტექსტებს აუ რა საინტერესოა თარგმანი გააქვს ახლა რა მინდა გითხრათ ჯანდაბად გვინდა მაგრამ ეს ხო მოგონილია რა ანალიზი არა მე ჩემთვის საინტერესოა ეგ გავაკეთე იმისა რომ ავანტოფიკაცია ევრიპიდეს აქვს ეს მიზანი რომ მე არ მაინტერესებს ეპატაჟი ხო ვიღაცა ეპატაჟი შემოიტანეს არის მისგან განსხვავებული პელასგურის დაეკნინებინა და აი ხანს არამატო აბორტ ნაწარმოებში მედია სრულადაა შემონახული პელასგები იგივე კოლხები იყო ხო და კიდევ სხვა ნაწარმოებებში ყველგან ჩანს ეს და ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან ესე იგი მიიმზან მიმართული ესეთი ისა მე ასე ვფიქრობ ეხლა ასე კი არა და ის მოსაზრება რომ უბრალოდ დრამატურად რომ დაეძაბა იმიტომ გააკეთა ქარწყდება ეხლა მაგ თქვენი საუბრით ნუ ეს დრამატულიც დაძაბულაც მას აწყობდა იმიტომ რომ კითხველი მედია და მსმენელიც და ეს ახლაც არის ჩვენთან ტელევიზიებში ასეთი რომ თუ დაძაბავ ერთმანეთს მოაკვლევინებ საზოგადოებას იმაში ტელევიზიაში მე ბევრი მაყურებელი ყავს აი ეგეთი ის იყო მაშინაც არაფერი განსხვავება კი არა ბატონო ეს კრეტელებით ქართულად გაქვთ ნათარგმნი კი ბერძნულიდან მე დაბეჭდილი არის არა მაგას თუ დაბეჭდათ რა არ მინდა მაგი გავცელდეს საზოგადოებაში ისედაც იციან მე კი არ ბეჭდავ მაგას ხო და აი ეს არის რომ ეს ხალბატონი იყო ულამაზესი პასიფა კოლხი აბა რა იქნებოდა წარმოიდგინეთ ეს ხალბატონი აიხლა ჩვენ მაგალითად მეორე საუკუნის რომაულ იმებში საცხოვრებელ იმებში აი დიდი პალა იმებში სასახლებში ხდება ეს ქალი როგორ უბძანებს კონოსოსის სასახლის აგებას დედალოს და როცა ჩვენ პირიქით ვიცით მინოსი უბძანებს დედალოს და როცა პირიქით არის და ნახატებზე ინფორმაცია რომ ეს ბძანებს ეს დედალოსი და პასიფეა გამოხატული და არა ისა რა ქვია მინოსი და საერთოდ ყოფის ხო ქალები იყო სასწაული დედალოს კრეტის მართველი თავად ის იყო ეხს უნდა გითხრათ ხაზგასმით თავის დედას ნიმფას ერქვა კრეტა ნიმფა იყო დედა მითოლოგიურად ნიმფა და ის კრეტა ერქვა იმას და აქედან გამომდინარე მისი ადგილობრივი მაცხოვრებელია დედის მხრიდან არის კრეტელი თვითონ მინოსი არ არის ადგილობრივი მაცხოვრებელი და აბა ევროპას ხომ შეეძინა უბრალოდ კრეტა ევროპა მოიწაცა იმან და მეტი არაფერი უბრალოდ ადგილი იყო ეს ზევსმა სემიტური ტომი ხო სემიტური წარმოშობის მოიტაცა ზევსმა და იქ იმშობიარა სამი შვილი ესე იგი მინოსი სერაპიონი ანუ სარაპიონი და იმას დედა ყავდა კრეტა ნიმფა ვის ერქვა ნიმფა იყო კრეტა ვინ დედა პასიფაის დედა ერქვა კრეტა ანუ აიეტის და პასიფაის დედას ერქვა თუ ნახევარ დაიყო ჰელიოსისა და კრეტას ესე იგი მეორე იმას ჰელიოს რავალი ცოლი ყავდა ეს ყავდა აიეტი და ისა რა ხო და მე კრეტა აიეტი და ვინ სხვა კირკე აქტისი და სხვები მაგრამ პასიფა ეყავდა სხვასთან ნიმფასთან არა აქტისი ყავდა როდოსელი ნიმფასთან ახლა ზოგი მითის მიხედვით მათი დედაც კიდე ერთია პერსეს და ზოგი მითის მიხედვით ნიმს მომწონს რო თქვა გიაბრო კრეტა ეს არ ვიცოდი მე ადგილობრივი მაცხოვრებელია ის იყო გამგებელი და ის თვითონ ირჩევდა ქმარს ეს არაფერი პრობლემა არა ქართველისთვის დღეს და მე რა გამოდის ბატონო ერთი წუთი ნახეთ ახლა მაშინ საიდან გამოდის რომ აიეტი და პასიფავე კოლხები იყვნენ თუ ადგილობ მაგმითების მიხედვით რომ მასე ვლინდნენ ზერია კაცო პირდაპირ ტექსტში როგორ კოლხი რომაა
როგორ თუ იქ ცხოვრობდნენ კრეტელები? ეს განფენილია ჩვენი მოსახლეობა აი ეგ არ იცის დატა. როგორ იცის? ჩვენები იყვნენ იქ ისედაც. ადგილობრივი ბაში მასოხლები კრეტაცი აი, ნახე. 1000 წლის ასე გააგებინა. განფენა მოხდა კავკასიიდან ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც მე ანუ ესე ვთქვათ ახლა ასე ჩამოყოლე კოლხეთიდან წასული შავი ზღვის პირეთში რომ განიფინენ ეს ხალხი ერთ-ერთი შტო წასული მე მოხვდა მე კრეტაზე და იქ დაიბადა პასიფაი. ის და კრეტაცი ერთ-ერთ მითში რო არის რომ პირიქით აიეტი გაანაწილეს კოლხეთში თითქოს. ესეც არის რატო ხო, აიეტი გაანაწილეს კოლხეთში როგორც ბრძანებლად. აიეტი არის ჰელიოსის ბრძანებით კორინთოში ხო. იყო მეფე და გაუშვეს, ხო. ეს არის მაგრამ ანუ მაინც ასე ლოგიკურად რო ავაწყოთ ჯაჭვი აიეტი დაუშვა თუ იყო კორინთოში ეს იმას ნიშნავს რომ უბრალოდ ძირი მაინც ქონდა კოლხეთიდან და დააბრუნეს კოლხეთში. კი და ტახტზე ისევ დააბრუნეს. შეხოთაშორის კარგად თქვა ბიასე მაგ წაგდო ერთ ადგილას. თუ დააბრუნესო. თუ დააბრუნეს აი ეს კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო? საერთოდ განფენილია თორე ეს აყირავებდა უკვე იმას რომ თუ იტყოდნენ რომ გაუშვეს და ჩააბარეს მაშინ აყირავებდა იმ მოსაზრებას რომ ეს ქართველი არის. მითოლოგია თორე სინამდვილეში სულ კოლხები იყვნენ ყველა. აი, მე ის კრეტაც მაგრამ თქვენ იფაკი არ იყო კაცო ესე აი. მითოლოგიური ბიუროშია გაყოლი თორე ის კრეტაც იყო კოლხი. თავენ თავიდან ხო დადამედრო საბერძნეთის ხა. კვიდრი მოსახლეობა იყო პელასკები კოლხები იყვნენ. ხო ჩვენი ანუ ხალხი ხალბატონო ნატალი ძველ წელს 7000 წლამდე ხო. კრეტაზე კაცი შვილი არ ცხოვრობდა. აი ეს რა წყაროზე დაყდოთ ეს ამბობთ. არქეოლოგიური მასალა ვიცით. ჩვენი მოიცა ძველი წელს 7000 ხო 7000 ნეული ჩვენ გვაქვს აგერ მუზეუმებში ვიყავით სადაც ყველა მუზეუმებში გამოფენილია ეს არქეოლოგიური მასალა. აბა ეს ზევსის და იმის მითები უფრო ძველი არ უნდა იყოს წესი? ანუ თვითონ ოლიმპო ხო. რომელიც საბერძნეთშია ეს არ იყო თავდაპირველი ჰელიოსის სამფლობელო სად იქნებოდა? თავიდან აბა თქვენ გეკითხეთ. საერთოდ ჰელიოსის სამყოფელოდ ითვლება კუნძული ელბია. ხო, აი კოლხეთთან როგორ მაგრამ საიდანაც ზეა მოდის იქ არის ჰელიოსის სამყოფელი. და მე ზე სადამოდის ბაშა კარა მათთვის ზე ამოდის აღმოსავლეთიდან. ხო. აი ეს იყო კოლხეთი, ამიტომ ჰელიოსის ტახტი იყო ის. ტახტი იყო ევბია? არა, კოლხეთი. კოლხეთი. მაგრამ თვითონ ეს კულტურა ამ ჰელიოსთან დაკავშირებული მაკრისზე, ანუ ებიას კუნძულზეა გაჩენილი. ქალაქ სახელმწიფო ქონდა იქ. ხო, აი ეს არის პელოპონესთან ახლოს. ებისი, ანუ მაკრისი, საიდანაც მოდიან ყომები მაკრიელები, რომელიც შემდეგ არიან მაკრონები, ანუ დღევანდელი მეგრელები, პელაზგიას, ანუ პელოპონეს ადრე ერქვა პელაზგია. კი ბატონო. და ესე იგი ეს რასა, სწორად თქვი ხო, გაჩნდა მაქედან ჰელიოსის ერთი ადამიანი გაჩნდა საქართველოში. საქართველოში. მე გადასახდა იქ გითხარით მე. კი, მე ერთი ადამიანი გაჩენილია ახლა ბლუმენბახის თეორიის მიხედვით და გადასული ადამიანები გითხარით მარტივი მაგალითები იმიტომ შავი ზღვის პირეთის იმაში რა ქვია ტერიტორიებზე არის განფენილი. არა მარტო ხმელთაშუა ზღვის არის. ეგეოსი. კი, ეგეოსი.